ხო, ეხლა გავაკეთოთ 735 ამოცანა. ელექტრული ველის მოქმედების შემდეგ ელექტრონის სიჩქარე გადიდდა 10-დან 30 მეგამეტრ-წამამდე. იპოვეთ პოტენციალთა სხვაობა გადაადგილების საწყის და საბოლოო წერტილებს შორის. ხო, ჩავწეროთ მოცემულობა, V1 იყო 10 მეგამეტრი-წამში, V2 არის 30 მეგამეტრი-წამში. მეგამეტრები მეტრებში რო გადავიყვანოთ 10-ის მე-6-ზე უნდა გავამრავლოთ, იმიტომ რომ 10-ის მე-6 ხარისხად მეტრი წამში. ეს კი იქნება 30 10-ის მე-6 მეტრი წამში. გვაქვს მასშტაბი ელექტრონი, მისი მუხტი ვიცი და თუ დაგვჭირდება, ესე იგი მასაც ვიცით. გვეკითხებიან ძაბვას იმ ორ წერტილს შორის, რომელშიც ელექტრონი გადაადგილდება. რომელმაც ააჩქარა ესე კი ეს ელექტრონი. ხო, ცხადია რომ რადგან სიჩქარე გაიზარდა, ესე იგი გაიზარდა კინეტიკური ენერგია. მეორე მდგომარეობაში კინეტიკური ენერგია იქნება mv2 კვადრატ ნახევარი, პირველ მდგომარეობაში კინეტიკური ენერგია არის mv1 კვადრატ ნახევარი. ენერგიის ცვლილება დელტა w კინეტიკური ენერგიის ცვლილება. ეს არის მუშაობის ტოლი, რომელიც არის E გამრავლებული U-ზე. ახლა აქ E იგულისხმება, რომ თავისი მუხტით უნდა შევიტანო. ამიტომ დავწერ ესეთ -S მოდული გამრავლებული U-ზე. ელექტრონი რადგან უარყოფითი არის. და მასშტაბი მექნება ეგეთი ფორმულა, რომ mv2 კვადრატ ნახევარს გამოკლებული mv1 კვადრატ ნახევარი იქნება -E U-ზე. აქედან ძაბვა გამოვა შემდეგი. ეს მინუსი გადმოვიტანოთ აკეთხარეს, იქნება mv1 კვადრატ ნახევარი -mv2 კვადრატ ნახევარი შეფარდებული ელექტრონის მუხტის მოდულზე. კარგით, 736 ამოცანა. ალფა ნაწილაკი, აქ მოცემულია მისი მასა და მუხტი, ამოვარდა რადიუმის ბირთვიდან V უდრის 20 მეგამეტრ-წამის სიჩქარით და შედის ერთგვაროვან ელექტრონულ ველში ძალწირების საპირისპირო მიმართულებით. პოტენციალთა რასხვაობას გაივლის ნაწილაკი გაჩერებამდე. როგორი უნდა იყოს ველის დაძაბულობა, რომ ნაწილაკი 2 მეტრის ველის გავლის შემდეგ გაჩერდეს. ჩავწეროთ მოცემულობა. მასა ალფა ნაწილაკის არის 6.7 10-ის -27 ხარისხად კილოგრამი. Q მუხტი, ალფა ნაწილაკი დადებითი მუხტი არის 3.2 10-19 ხარისხად კულონი. ამოვარდა რადიუმის ბირთვიდან V უდრის 20 მეგამეტრი-წამში სიჩქარით და შედის ერთგვაროვან ველში ძალწირების საპირისპირო მიმართულებით. პოტენციალთა რასხვაობას გაივლის ნაწილაკი გაჩერებამდე. ეს პირველი კითხვა არის და მეორე. როგორი უნდა იყოს ველის დაძაბულობა, რომ ნაწილაკი 2 მეტრის გავლის შემდეგ გაჩერდეს. ხო, მოდით დავხატოთ ესე იგი ეს სურათი. ეს არის ძალწირების მიმართულება, ერთგვაროვან ველში შედის. და ეს არის ალფა ნაწილაკი, ძალწირების საპირისპირო მიმართულებით შევარდა აქ. პირველი კითხვა იყო, როგორი უნდა იყოს ძაბვა, რომ ის გაჩერდესო ეს ალფა ნაწილაკიო. ხო, დავწეროთ, რომ ენერგიის ცვლილება უდრის მუშაობას. ხო, საბოლოო მდგომარეობაში, მეორე მდგომარეობაში
კინეტიკური ენერგია 0 აქვს. პირველ მდგომარეობაში აქვს კინეტიკური ენერგია, რომელიც არის mv² ნახევრის ტოლი. შესრულებული მუშაობა ველის მხრიდან არის q გამრავლებული u-ზე. ასე რომ ჩვენ შეგვიძლია პირდაპირ დავწეროთ, რომ 0-ს მინუს mv² ნახევარი უდრის q გამრავლებული u-ზე. ესე იგი, სადაც u არის ძაბვა პირველ და მეორე წერტილს შორის. ესე იგი, პირველი წერტილი არის შევარდნის წერტილი, მეორე არის სადაც ის გაჩერდება. აი ეს V არის, ეს არის პირველი წერტილი, აქ შევიდა და აი ეგ გაჩერდა. ნუ აქედან u ტოლი იქნება მინუს mv² ნახევარი შეფარდებული q-ზე. ანუ ეს არის მინუს mv² შეფარდებული 2q-ზე. ნუ გაითვალისწინეთ, რომ u-ს ქვეშ მე ვგულისხმობ აი φ1-ს, აი ეს არის ამ წერტილის პოტენციალი, φ2 არის ამ წერტილის პოტენციალი. ხო, ცხადია, რომ ამ წერტილის პოტენციალი უფრო დაბალი არის, ვიდრე ამ წერტილის პოტენციალი. ეხლა მეორე კითხვა იყო ესეთი, რომ როგორი უნდა იყოს ველის დაძაბულობა, რომ ის გაჩერდეს d უდრის, ესე იგი 2 მეტრის გავლის შემდეგო. d თუ არის 2 მეტრი, როგორი უნდა იყოს დაძაბულობა. ამისათვის დავწერო ეს u უდრის e გამრავლებული d-ზე ერთგვაროვანი ველისათვის კავშირი ძაბვასა და დაძაბულობას შორის. ნუ ახლა აქ რა თქმა უნდა მოდულს ვიგულისხმებ აქა და e იქნება u შეფარდებული d-სთან. ეს იყო 736 ამოცანა. ახლა 737 ამოცანა. ძაბვა ერთგვაროვან ველში დაძაბულობის ერთ წრფეზე მდებარე ორ წერტილს შორის 2 კილოვოლტია. ესე იგი u არის 2 კილოვოლტი. ანუ ესე იგი 2 10-ის მესამე ხარისხად ვოლტი. გამოთვალეთ ველის დაძაბულობა თუ მანძილი წერტილებს შორის 10 სანტიმეტრია. d თუ არის ესე იგი 10 სანტიმეტრი, გვეკითხებიან როგორი იქნება EO. ნუ ესე იგი ცხადია E იქნება U გაყოფილი D-ზე. ერთგვაროვან ველში ესეთი კავშირი არის ძაბვასა და დაძაბულობას შორის. სადაც D არის ძალწირის გასწვრივ, ესე იგი მანძილი. კარგით, ახლა შემდეგი ამოცანა. შვიდას 38 ამოცანა. აქ სურათია მოცემული. A წერტილი მდებარეობს 60 კილოვოლტი მეტრი დაძაბულობის ერთგვაროვანი ველის ძალწირზე. იპოვეთ პოტენციალთა სხვაობა მოცემულ წერტილსა და მისგან 10 სანტიმეტრით დაშორებულ რაღაცა B წერტილს შორის, როდესაც A და B წერტილები მდებარეობენ. ნუ დაძაბულობის წირზე, ეს პირველი დაძაბულობის წირის მართობ წრფეზე, G დაძაბულობის წირისადმი 45 გრადუსით მიმართულ წრფეზე. ესე იგი, გვეკითხებიან, ესე იგი მოცემულია ძაბვა არის 60 კილოვოლტი გაყოფილი მეტრზე და D არის ესე იგი 10 სანტიმეტრი. და გვეკითხებიან ძაბვას სხვადასხვა წერტილებს შორის. ესე იგი, ნუ დავხატავ სურათს და აგიხსნით. ხო, ეხლა თქვათ პირველი ვარიანტი არის A წერტილი არის თქვათ აქა და
B წერტილი მდებარეობს 10 სანტიმეტრით და იგივე ძალწირზე. ეს არის D ამ შემთხვევაში. ნუ კავშირი გვაქვს ეგეთი E არის U გაყოფილი D-ზე. ეხლა მეორე შემთხვევა ეს იყო პირველი შემთხვევა. მეორე შემთხვევა დაძაბულობის წირის მართობულ წრფეზე არისო. ნუ აი თქვათ ეს ისევ ის წირი არის და აი D წერტილი არის სადაც ანა აქ. საქმე ის არის რომ ამ შემთხვევაში ამ ყველა წერტილს რომელიც მდებარეობს აი ამ ძალწირის პერპენდიკულარულ სიბრტყეზე ერთნაირი პოტენციალი აქვს. ამიტომ ამ წერტილსა და ამ წერტილს ყველას პოტენციალი ერთნაირი აქვს. ამიტომ U იქნება 0-ის ტოლი. აი თქვათ ეს φ2 და ეს φ1 არის, აქ ერთნაირი პოტენციალი არის და ამიტომ ძაბვა 0-ის ტოლი იქნება. და მესამე შემთხვევა არის ესეთი, აი თქვათ აქ არის მოცემული ეს ძალწირი. B წერტილი მდებარეობს A წერტილიდან იგივე D მანძილზე, მაგრამ ეს კუთხე არის, ესე იგი ალფა. ასეთ შემთხვევაში ესე იგი ჩვენ უნდა გავიხსენოთ ესე იგი რომ ფორმულაში U არის E გამრავლებული D-ზე, იგულისხმება რომ D არის მანძილი ძალწირის პერპენდიკულარულად დათვლილი მანძილი. ასე რომ სინამდვილეში აქ უნდა დამეწერა D1, სადაც D1 იქნება D კოსინუს ალფა. D1 არის D გამრავლებული კოსინუს ალფაზე. ამიტომ ამ შემთხვევაში პასუხი იქნება ესა. პირველ შემთხვევაში პასუხი იყო U იყო E გამრავლებული D-ზე. მეორე შემთხვევაში U არის 0 და მესამე შემთხვევაში U არის E გამრავლებული D-ზე კოსინუს ალფაზე, ნუ ალფა რაღაც კუთხე არის, ნუ 45 გრადუსი. ეს არის E D P2-დან 2-ზე. კარგით. 729 ამოცანა. იპოვეთ ძაბვა A და B წერტილებს შორის, ანალოგიური სურათია, თუ AB უდრის 8 სანტიმეტრს, AB უდრის 8 სანტიმეტრს, ალფა არის 30 გრადუსი და ველის დაძაბულობა E არის 50 კილოვოლტი მეტრზე. ეს იგი U-ს გთხოვენ. ნუ ანალოგიურად როგორც წეგან გავაკეთეთ, U არის E გამრავლებული D1-ზე, სადაც D1 იქნება D კოსინუს 30 გრადუსზე, ანუ D P3-დან 2-ზე. ამიტომ U იქნება E გამრავლებული D-ზე P3-დან 2-ზე. ნუ აქ სურათი არ დამიხატია, მაგრამ გადმოხატავ კიდევ ერთხელ. აი ესე არის რა. ეს არის ალფა. აი ამ მანძილს აქვს მნიშვნელობა. ძალწირის გასწვრივ მანძილს აქვს მნიშვნელობა. 740 ამოცანა. ვაკუუმში ჰორიზონტალურად მოთავსებულ ორ პარალელურ ფირფიტას შორის მანძილი 4,8 მმ-ია. პოტენციალთა სხვაობა კი 1 კილოვოლტი. ფირფიტებს შორის წონასწორულ მდგომარეობაში იმყოფება 10 ნანოგრამი მასის უარყოფითად დამუხტული ზეთის წვეთი. რამდენი ჭარბი ელექტრონია წვეთზე? ეს პირველი კითხვა. მერე წვეთმა განათების შემდეგ დაიწყო მოძრაობა ქვევითკენ 6 მეტრ წამკვადრად აჩქარებით. რამდენი ელექტრონი დაკარგა წვეთმა? მოდი დავხატოთ ეს იგი სურათი, ესე იგი ვაკუუმი არის, გვაქვს პარალელური ფირფიტები, ეს წვეთი არის უარყოფითად დამუხტული, ამიტომ ზედა ფირფიტა იქნება დადებითად დამუხტული, ქვედა უარყოფითად დამუხტული, იმიტომ რომ ამის სიმძიმის ძალამ
ამ წვეთს მოქმედა სიმძიმის ძალამ ელექტრულ ძალამ უნდა გააბათილოს. ესე იგი ეს ელექტრონი იყო უარყოფითად დამუხტული, ამიტომ ძალა იქნება ამ შემთხვევაში ქვევიდან ზევით მიმართული. ხო, ეხლა ამ ამოცანაში ჩვენ გვაქვს მოცემული, ჩავწეროთ მოცემულობა, ფირფიტებს შორის მანძილი, ელი არის 4.8 მილიმეტრი, პოტენციალთა სხვაობა ფირფიტებს შორის არის 1 კილოვოლტი, მასა ამ ნაწილაკის არის 10 ნანოგრამი და მერე როცა გაანათებენ დაიწყებს 6 მეტრ წამ კვადრატ აჩქარებით ქვევით მოძრაობას. ესე იგი პირველი კითხვა არის რამდენი ზედმეტი ელექტრონი აქვს და მერე რამდენი დაკარგა განათების შემდეგ. დავიწყოთ კიდევ ერთხელ. ესე იგი ამ წვეთზე მოქმედებს სიმძიმის ძალა და ელექტრონული ველის მხრიდან მოქმედი ძალა ამ უარყოფითად დამუხტულ წვეთზე. ესე იგი, რადგან წონასწორობაშია, მე შემიძლია დავწერო, რომ Q გამრავლებული E-ზე ეს არის mg სტოლი. რაც შეეხება ელექტრული ველის დაძაბულობას, იმას პოულობ ფორმულით U გაყოფილი L-ზე. სადაც U არის ფირფიტებს შორის ძაბვა და L არის მანძილი ფირფიტებს შორის. ხო, ეხლა აქედან მე შემიძლია დავადგინო Q, ეს არის mg შეფარდებული E-ზე. ეს მნიშვნელობაც რომ შევიტანოთ, ეს არის mg L შეფარდებული U-ზე და მე თუ Q-ს გავყოფ ელექტრონის მუხტზე, სიდიდით ელექტრონის მუხტზე, ამით მივიღებ რამდენმა ჭარბმა ელექტრონმა შექმნა ამისი უარყოფითი მუხტი. ეს დავადგინეთ. აი ახლა მეორე ვარიანტი არის, ის იგი, როდესაც ამას დაანათეს, ამან დაკარგა გარკვეული რაოდენობის ელექტრონები, ესე იგი მუხტი ამისი შემცირდა, ეს ძალა შემცირდა, დაპატარავდა ელექტრული ძალა და ამან დაიწყო ქვევით აჩქარებული მოძრაობა. ეხლა დავწეროთ ნიუტონის მეორე კანონი, იმიტომ რომ ქვევით დაიწყო აჩქარებულად მოძრაობა. ესე იგი დაიწერება mg-ს მინუს f პირველი, ეს არის f პირველი, უდრის ma-ს, სადაც f პირველი იქნება ახალი მუხტი q1 გამრავლებული იგივე დაძაბულობაზე. აქედან f პირველი შემიძლია ვიპოვო როგორც mg მინუს ma უდრის q პირველი გამრავლებული e-ზე, აქედან q პირველი არის mg-ს მინუს ma შეფარდებული e-ზე და q პირველს თუ გავყოფ მე ელექტრონის მუხტის სიდიდეზე, გავიგებ ეხლა რამდენი ელექტრონი არის z. თავიდან n იყო, მერე n1 არის. ესე იგი რამდენი დაკარგა ეს დელტა n იქნება, დანაკარგი იქნება q გაყოფილი e-ზე მინუს q პირველი გაყოფილი e-ზე. საწყისი q აგერ არის, ესე იგი დავწეროთ ეს არის mgl u-ზე, ამას გამოკლებული mg მინუს ma u l-ზე. აი ეს იქნება ჩვენი პასუხი. ეს იყო 740 ამოცანა.